მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხიდიკრის კლდეებთან. ონისკენ მიმოვალ გზაზე რაჭაში თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, აუცილებლად მოხვდებოდით ამ ულამაზეს ადგილას. ჩვენ დღეს ისტორიკოს ლევან გოცირიძესთან ერთად ვისაუბრებთ რაჭის საერისთავოზე, სოფელ წესზე, მისი სახელწოდების ტოპონიმიკაზე, მინდაციხეზე და ბარაკონის ტაძარზე. მოგესალმებით ბატონო ლევან. მოგესალმებით. მშვიდობა თქვენს მობრძანებას. მე გაგიწევთ მევზურობა შეძლების დაგვარად. ეხლა ჩვენ ვიყოფებით პირობითად აღებულ საზღვარზე. რაჭის ქვემო და ზემო რაჭის საზღვარი. ესეა მიჩნეული. მე არ მომწონს მაგალითად რომ დავყოთ კუთხურობად რაღაც, მაგრამ ესე იყო პირობითი საზღვარი, ხიდიკარი, ხიდიკრის კლდეკარი. და აქედან იწყება ზემო რაჭა, ქვემო რაჭა. ერთიანობა არ დარღვეულ არასოდეს. აი კოშკები და სახელდება სოფელ წესისა. აი აქედან იწყება ჩემი სოფელი. დინარის საპირისპიროდ. ეს არის დინარე ფაზისი, ამის შესახებ მოგახსენებთ. ხელმაჯირვარის დიდებული სოფელი ხიმში. ჩვენი მეგობრობა ყოფდა რიონი და გვერდირებდა ხიდი ყოველთვის. ეხლა რაც შეეხება ბევრ საინტერესოა, სხვადასხვა ცნობები არსებობს და ბევრ თავისი შეხედულება აქვს. რატომ დაერქვა ამ სოფელს სახელად წესი? არის განაცემა და მე მოკლედ არ შემიძლია პირდაპირ ასე დავიწყო, მოკლედ იმიტომ რომ რაჭა როგორც ასეთი ზოგადად თაკვერის შემდგომ იწოდება. მე-19 საუკუნეებიდან ამის სახელდება ესე მოდის და თვითონ კავშირი რაჭისა დამოკიდებულია და ემყარება აკაკი შანიძე ესე ბრძანებს რომ სახელი რატი, რატიშა, რაჭა. არის მეორე ვერსია რომ თითქოს რაღაც მონადირე რომელსაც გადმოიხედა საწელიკედან თუ აი ეს მაღალთიდან ეს რაჭა ყოფილაო. ეხლა მინდია მსმენელზე ვინ როგორ ჩართვის, მაგრამ რაც შეეხება თვითონ აი ამ სოფლის ტოპონიმიკას, ალბათ მე ვფიქრობ და ესეც იყო რომ რაჭის ერისთავთა რეზიდენცია სოფელ წესში იყო, აქედან გამოდიოდა წესი და კანონი, რომელიც ვრცელდებოდა მთლიანად აი ამ რაჭაზე და ამიტომაც არის ალბათ ერთ-ერთი უფრო სანდო ვერსია. არის მეორე ვერსია, თითქოს აი ამ კოშკებზე ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ ეს იყო ბუნებრივი ზღუდე რაჭის ერისთავისათვის. სხვადასხვა საკმაოდ ძლიერი ფეოდალი გახდათ როსტომ რაჭის ერისთავი. და აი აქ მუდმივად ყავდა 40-50 შეერაღებული ვაჟკაცი, რომელიც აი ამ საერისთავოს კარებს ჩაკეტავდა ხოლმე. მაშინ კლდეები სულ სხვაბრე ყოფილა, ეს მერე ჩემს მახსოვრობაშიც იყო პატარა გადმოხურული კლდე თითქოს შეერთებული იყო და ეს იყო ბუნებრივი დაცვა აი ერისთავისა. და აქედან ყოველთვის ეცვლები. იყო ასეთი რამ, რომ როცა გამოვიდნენ, უცხო მოვიდოდა, რა თქმა უნდა, სათანადო შემოწმების შემდგომ, მიაწოდნენ ფიალას და ეტყობდნენ, აგვილოცე რაჭის ერისთავი. ეს რა წესი გაქვთ, ზოგს ეუცნაურებოდა, ზოგს პირიქით მოწონდა. ასე იყო თუ ისე, აქედან უკვე მერე გაიმგზავრებოდა ან დასავლეთით, ან ისევე რაჭის მიმართულებით. აი ეს მცველები აწარმოებდნენ აგრეთვე იმას, რომ აი ვიც უცხო კაცი ვერ შემოვიდოდა მათი ყურადღების და შემოწმების გარეშე და ეს იმასთანაც იყო დამოკიდებული, რომ საბაჟო იყო, მოკლედ ესე რომ ვთქვა. იმ დროინდელი საბაჟო. რომ ასრულებდა ამის ფუნქციას. და რაც შეეხება კიდე მდგომარეობას, სოფელი წესი, აი ასეთი რაღაც. მაგრამ კიდე სხვა რაღაცას შეგვიძლია ჩვენ თქვა. თუ მომწონებათოს აუცილებლად ყველაფერი გვინტერესებს. გავემართოთ ჩვენ სოფლისაკენ და მე სიამოვნებით. ახლა გავემართებით სოფელი წესისკენ. გავაგრძელოთ ჩვენი სვლა. ეს გახლავთ დინარე რიონი და დინარე ლუხუნი. ეს რიონი ანუ ფაზისი. რიონის სახელით ყველა მიცის, მაგრამ ფაზისის სახელით სოფლიო მიცის. რამე თუ ჯერ კიდევ ადრე ხსმენიათ ალბათ არგონავტების მითი არგონავტების საქართველოში არა მარტო მოგზაურობის შესახებ, ძალიან დიდი საუკუნეების უკან ეს ამბავი მოხდა და დინარე ფაზის თვიდან იღებს სათავეს ეს დინარე. და მთელი რაჭის ისტორია ჩააქვს შავ ზღვაში, შავ ზღვიდან მთელ მსოფლიო ოკეანეს მოკავშირდებით. რაჭის ისტორია განუყრელად დამოკიდებულია მდინარე რიონზე და ზოგადად ყველა ქალაქის ისტორია ალბათ მდინარეზე. ბევრი ამბობს, რომ აი მდინარე რიონის სახელწოდება არის რომაელებისა და ბერძნებისგან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ არც ერთ რომაელების და ბერძნების მიერ აღებულ ქალაქებს რიოთი არ იწყება, მისი სახელდება. განსაკუთრებულად აი ცვლილებადება მოხდა სოფლიო ისტორიაში მე-6 საუკუნეში, მე-7-ში, უბრალოდ როცა არაბებმა დაიპყრეს მთელი დროინდელი აღმოსავლეთი
და შექმნეს სხვადასხვა ძალიან ძლიერი სახალიფო, მეტად განვითარებული კულტურულად ძლიერი და ბევრი მოექცა მისი გავლენის ქვეშ. მათ შორის, საქართველოს ბუნებრივია, ჩვენ ძალიან წარედ გვახსოვს ეს ისტორია, მე აღარ აუბრუნდები ამას, მაგრამ ისტორიაში დარჩა ყველაფერი. აი ეს მდინარე, როგორც ჩანდა მეცნიერებმა დაამტკიცა შემდგომში და ესე დადგინდა, რომ აი უფრო მეტად მაშინ ყოფილიყო, რადგან მე-19 საუკუნეში განსაკუთრებულად გაძლიერდა აი ამ სახალიფოს ერთ-ერთი ქალაქი ესპანეთში. ანუ კავკასიური იბერია ხომ არსებობს ჩვენი და არსებობს კიდევ ესპანეთის იბერია. აი იქ ზუსტად მე-19 საუკუნეში გაძლიერდა ქალაქი კორდოვა, მისი საემირო, ანუ ემირატი ქალაქს განაგებდა თავისი მმართველი ამირა და საამირო იყო, რომელმაც მეტად დიდი ვაჭრობა განავითარა და ცხოველა თელ სოფლიოში. უნდა ითქვას, რომ ქალაქი ქუთაისი და ონი აი ამ ცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენდა. იმიტომ ასე გადადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდგომში თვითონ ეს უნდა ითქვას აგრეთვე, რომ ებრაელები სხვათა შორის ძალიან გამორჩეულდნენ ვაჭრობის უდიდხანვე და ებრაელი ვაჭრები აი ამის სათავეში იდგნენ. საქარავნო გზები გადიოდა მოკლედ რაჭაზე და ხშირად შემდგომში მოკლეს გზა, გამანდელი ჩვენი ხიდი აი დერეფანს როცა ლაპარაკობ, აი შორიდან იწყებს სათავეს. და როდესაც აი ეს მოხდა, აი დაერქვა მერე რიო, ქალაქი ონი, ანუ მზის ქალაქი. რიო ნიშნავს აი ამ კვლევების მიხედვით როგორც პატარა მდინარეს. ან საერთოდ დასახელება რიო გრანდე, რიო აი სხვადასხვა დასახელებისა. ამდენად რიო ონი აი სახელდება, მაგრამ ეს მე-19 საუკუნიდან უკვე ეს შეიცვალა, ფაზისი აღარ ქვია და დაერქვა რიო ონი, რა კი ესე მოხდა. სხვათა შორის აპოლონიუს როდოსელი, აი არგონავტიკის ავტორი წერს, ის კუტაიას, ანუ ქუთაიას ველებზე მოშქებს ამარანტოსის დიდი მთებიდან. ამონი, ატონი და რა გახდათ ძველი ეგვიპტური მითოლოგიის ღვთაებები. ამონი, სხვადასხვა საუკუნეებში ატონი და რა. სხვათა შორის აი იმიტომ არის ედენა და ედემის ბაღად მიჩნეულია რაჭა, და კიდევ არაა თანდაუნდე გამოკვლეული და შესწავლილი და უნდა ითქვას, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენთვის საამოყოა, რომ ჩვენი დიდი წინაპრები აი ამ ურთიერთობას ამყარებდნენ იმ დროის სოფლიოსთვის გამორჩეულ, თუნდაც ეგვიპტესთან, რადგან რეჩინა, აი ეგვიპტის ფარაონების წერილებში პირდაპირ იკითხება, რომ კავშირი რეჩინასთან, რაჩინა, ანუ რაჭასთან, საიდანაც გადაქონდათ საუკეთესო ხარისხის ლითონი და დარიშხანიც იყო და გაცვლის პერიოდში ხო და ანუ იყო ვაჭრობა მათ შორის განვითარებული. აღმოჩენილია ძივები და იშვიათი ნაკეთობები, აი მაგათად გონა და ასეთი მგლები ზემო რაჭაში. ეს მოკლედ რაც შეეხება ფაზისის და რიონის ისტორიას. ეხლა ჩვენ ვართ რიონისა და ლუხუნის შესართავში, სადაც არის ჩვენი ეკლესია ბარაკონის სახელდებით, ღვთისმშობლის სახელობისა. უნდა ითქვას, რომ მამას მეორენაირად ჩვენს ბარაკოს სვეტიცხოველსაც ადარებენ, რამე თუ ორი მდინარის შესართავში, იქ არავი და მტკვარი, აქ რიონი და ლუხუნი. უნდა მოგახსენოთ, რომ რაჭის ისტორია, წესის ისტორია მიდაციხის გარეშე და ბარაკონის გარეშე წარმოუდგენელია. ცოტა აქაც ექსკურსიას გავაკეთეთ პატარა ისტორიაში. გადმოცემის თანახმად, ლეგენდაც ესე საუბრობს, როცა დიდი თურქობა იყო 1080 წელს შესია ისტორიაში დათარიღებული, ძლავრი შემოსევა თურქებისა და ერთ-ერთი მარბელი ლაშქარი თურმე მოხდა რაჭაში და ჩვენ რომ ვიქვიყავით ხიდიკის დეკართან. იქ არის სოფელი ხიმში და აი აქ ჩაკეტილი იყო და აი იქიდან შემოუვლიათ მუხლია სოფელი და შემდგომ მეორე ადგილზე, სადაც ერთი ხიდია, აი გამართულა ბრძოლა. დაუმარცხებიათ რაჭველებს საბედნიეროდ ეს მარბელი ლაშქარი და ამის აღსანიშნავად ერისთავს უბრძანებია. მინდის აქ ციხეო, ანუ ციხე მინდა ავაშენო და როგორც გადმოცემით ლაპარაკობენ, გაიმართა თურმე ხალხის შეკრება, დიდი ქვები, ყველა აი ცოცხალი ჯაჭვით, დინარე ლუხუნიდან და რიონიდან ავიდა და ნუ დღეს ცოტა სავალალო მდგომარეობაში არის, მიწის რომ ძალიან დააზიანა ისტორიულმა შრომმა თავისი გაეტანა, თუმცა არეგების რომ აი ესეთი უტყვი მოწმე რაჭის შუა საუკუნეების ისტორიისა ესე მიტოვებულად იყოს. ამაზე ალბათ იფიქრებს ისაც ეს ხელეწიფება. გამნაგდოთ ისე და ისე, აი ეს მინდა ციხის რაჭის ერისთავები იყვნენ ბაღვაშთა გვარისა. ბაღვაშები კიდევ არგვეთიდან, რომელიც ყმად დაუდგნენ შემდგომში საქართველოს მეფეს აშოტ კურაპალატს და მიიღეს მისი ყმადნაფიცობა. მაგრამ აი აქ შემდეგ რაჭაში მოხვდნენ და აქ დამკვიდრდნენ.
ანუ კახაბერის ძენა, კახაბერის ძე. და მიწოდებოდა როგორც კახაბერის ძენი. აი ამ ცოტა სწორედ კახაბერის ძეებს თავისი მოვალეობა ჰქონდათ სამეფო კარზე. ეს არის მე-11 საუკუნე და განსაკუთრებულად ცნობილი კახაბერ პირველი, რომელიც მძლავრობდა და მისმა შთამომავლებმა მიიღეს ტიტულატურად როგორც გადასახადების ამკრეფნი და სახელმწიფოს წინაშე ვალდებულების ამტარებლები. შეიძლება რომ ვილაპარაკოთ აი ამ შემოგარენზე და არ გავიხსენოთ დიდი თამარის სტუმრობა, თამარ მეფისა 7 ნათობიერისა, რომელიც 1195 წელს შამქორის ბრძოლის წარმატებით ჩატარების შემდგომ აქ ეწვია თავის მამობილს კახაბერს. პატარობისას თამარი თურმე აქ იზრდებოდა. და თქვა უნდა დავძინო რომ მეორე დედოფალი ძგვანცა შემდგომში დავით ულუს დედაც აქ იზრდებოდა. ანუ ორი დედოფალი აჩუქა საქართველოს. ახლა გვანცას ბედით ძალიან ცუდად წავიდა, იმიტომ რომ მონღოლების შემოსევის და მძლავრობის პერიოდში თქვათ ჩაიგდეს და როგორც ამბობენ ხერხემალი გადაუმსხვრიეს. არის მეუღრებისე რომ საბლით ანუ მშვილდით დააღწევს. ასე იყო თუ ისე ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი დედოფალი გვანცა. თამარი მობრძანებულა ხოთაშვილი ძალიან დიდ კრებულთან ერთად და გადმოცემის თანახმად მამობილმა დიდი სუფრა გამართა. ამ სუფრასთან იყო თვით თამარი, შოთა რუსთაველი, ივანე შავთელი, ჩახრუხაძე და ჩვენი მგოსნები. ქეიფის დროს და დარბაზობის დროს შეატყო თამარმა რომ არ მინდა ახლა კულტურაში ჩამეთვალოს დათუნა გოცირიძე, რომელიც აზნაური იყო და ყვარებია თურმე მზია კახაბერის ასული, მაგრამ არაძლევდა უფლებას ეს წარმომავლობა, რადგან ის იყო ერისთავის და თავადის შვილი, ამდენად ეს არ გამორჩენია თამარს და უკითხავს, აბა რა ვქნათო, მაგრამ ძალიან გარისხებულა კახაბერი რომ ახლა როგორ მაგრამ მაინც ვერ გაუწია ხათრი მეფეს და ნუ თვითონ ოჭოფობდა ესე რომ ვთქვათ. და კითხა მგოსნებს. ყველა პრიორიტეტი მიანიჭა, რა თქმა უნდა, ნუ გვარიშვილება უნდა იყოს, გვარიშვილება უნდა. შემდეგ რო შოთას გადახედა, შოთა ამ დროს თანამდებობის პირიც ყოფილა, მეჭურტა თუხუცესი, რომ დღევანდელი გაგებით ფინანსთა მინისტრი. და ნუ ახლა შოთაზე გასაგებია ჩვენი გვირგვინია მთელი პოეზიისა და სიამაყია, არა მარტო ეს სოფლიო გენია, რომელმაც ესეთი რამ თქვა, რომ ჩემ ფილოსოფოსნი შემოკრბენ შეიქმნა აზრთაცილობა, პატრონი ყმასა ასაქმევს და ჭკუას გამოცდილება, 1000 კაცი დაფას და 10,000-ას დირობა, თუ კაცი თავად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილება. და ნუ გამოხატა რომ ესე იგი რა თქმა უნდა თუ კაცი უნდა იყო და გვარიშვილებას რა თქმა უნდა დიდი ფასი აქვს, მაგრამ კაცად უნდა ვარგოდე. დაუძახა თამარმა თურმე თავის მდივანბეგს და უთხრა რომ ჩასწერე და მიანიჭოს ხმა და მამული თავადობა დათუნა გოცირიძეს. გახარებული ერისთავი მივიდა იამბორა თამარს და ნუ ესე დასრულებულა ეს ზეიმი. აი ამის შემდგომ ბევრმა დრო ჩაიარა, მაგრამ უნდა ითქვას ისტორია თავისას არ ივიწყებს. კახაბერის ძენი ზოგჯერ გამოხატავდნენ სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ, მაინც არ იყო თათწორი პოლიტიკა და დავით ნარინის პერიოდში უკვე ეს არის მე-13 საუკუნის 80-იანი წლები გაუქმა მან რაჭის საერისთავო და უკვე რაჭის ერისთავად კახაბერის ძენი აღარ მოიხსენებიან. რამოდენიმე პერიოდში ალბათ რაღაცა 7-8 წლის განმავლობაში ჭარელები, ანუ ჭარელის ძენი განაგებდნენ რაჭის საერისთავოს. თუმცა მერე რაჭის ერისთავი 1534 წელს ბაგრატ მესამე იმერეთის მეფეს დაეხმარა ტახტის ხელში აღებაში და ბრუნებაში დიახდა. ამის სანაცვლოდ მან დანიშნა რაჭის ერისთავად ჩხეტიძე, იგივე ჩხეიძე. აი როსტომ, ანუ შოშიტა სახელად შოშიტა პირველი და მის შემდგომ უშუალო ნაშიერი არის შოშიტა მესამისა ბარაკნის ქტიტორი და მისი ბრძანებით ახსენებელი. ეს არის როსტომ რაჭის ერისთავი, მეტად მზვაობარი და ძლიერი ფეოდალი რაჭისა. მისი ბრძანებით 1753 წელს აიგო ეს შესანიშნავი ტაძარი. მას უწოდებენ თეთრ გედსაც. უკანასკნელი ძეგლი, რომელიც უფრო მეტი ფასეული აღარ აშენებულაო. აი ამ ძოთა ჟამის ხართა ბორბალამ ბევრი ამ შეცვალა და შემოსევები ჩვენ არ გვაქვს და იყო ფეოდალური დაშლილობა, ურთიერთქიშპი. ეხლა ფეოდალური ომები არცერთ ქვეყანას არ უყვის და მიუხედავად იმისა, რომ ეხლა დიდი ქვეყნები და ესეთია, რომ გამუდმებული, მაგრამ სამწუხაროდ აი ამაში ცოტა ლაქად შეიძლება უთხრათ, თუმცა მე თავად ბრძანებს როსტომ ერისთავი, რომ მოსანანიებლად ცოდვათა ააგო მან აი ეს
დიდებული ტაძარი. სხვადასხვის ავთანდის სულარველი გახლავთ, აი მშენებელი, აი ფილაზე ზემოთ ჩანს ხელობა მისისა ავთანდის სულარველისა. წამკითხულო შენდობა მიეც. თავისი ეს ისჩეთობაა, რომ რომელიმე აქ ისეთი მსგავსივე გონიოთ ხელში უჭირავს სვეტიცხოველზე არსუფიძეს და ერთ-ერთი ეს არის გამოკვეთილი. აი ამის შემდგომ განვაგრძოთ ბედი თვითონ როსტომ რაჭის ერისთავისა ძალიან დიდი ფეოდალი იყო, სხვადასხვა საოცარი მყნობელი ყოფილა და ბაღი თავის ხელით ქონია გაკეთებული და მას ესეთი სურვილი ქონია, რომ რაღაცა კოპწი ადგილად ექცია თავისი საცხოვრისი. მდინარე ლუხუნი აი ერთება და პირდაპირ მალევე როცა რიონი სამხრეთისაკენ მიმავალ დასავლეთისაკენ მიმავალი რიონი სურდა რომ შეერთებინა ლუხუნი და კუნძულად გადაექცია. დაუწყია კიდე მშენებლობა, მაგრამ მე ვერ მოახერხა თავისი ცოცხლში და ნუ არ გახორციელდა ეს აზრი. როსტომ ერისთავი ამ დროს ჩართული იყო არასასიამოვნო პროცესებში. ამ დროს საქართველოში, დასავლეთ საქართველოში უკვე დაყოფილია საქართველო თავის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმეს პერიოდში და სოლომონ პირველადაც უკვე ტახტზე ავიდა ახალგაზრდა რაინდი ჭაბუკი და მან ტყვეთას კიდევ აკრძალა ამან განარისხა ხონთხარი ანუ თურქთა ბრძანებლები და ნუ იყო შემოტევაზე რომ რატომ გააკეთეს ამ რომ ტყვეთა დენა მიკლო უკვე იქ და მოგახსენებათ ყველაზე მეტი ფასი საქართველოსთან წაყვანი ჩერქეზებს და ნაწილობრივ სომხეთსაც ჰქონდათ იქ სტამბოლის ბაზარზე. Ну, მოკლედ როსტომით ჩაერთო აი ამ სამწუხარო პროცესში და ზოგჯერ დაიჭირა მხარი, მაგრამ 1757 წლის დეკემბერში სახელდებული ბრძოლა ხრესილისა დამთავრდა სოლომონ პირველის გამარჯვებით. სხვადასხვის მართლაც უბედური დრო იყო, თავისი ბაბუაც დადიანი აუნახდა, დედამ თამარმაც უღალატა. მერე ის გელათის მონასტერში გამოკეტა, ეს სახელმწიფოებრივად აზროვნებდა სოლომონ პირველი. და დაპირისპირება ქონდა აი როსტომ ერისთავს აი ამ საკეთთან. ბოლო-ბოლო მაინც ისე მოხდა, რომ თვალები დათხარა თავის შვილებთან ერთად. ეს არ იყო სასიამოვნო პროცესი, თუმცა აი ვიცი განსაჯოს ახლა უფალმა მე ვამბობ მართლაც მე ვეყნობ იმას, რაც ესე ისტორიულად ესე ყოფილა. და 1769 წელს მოხდა ეს ფაქტი და 1790 წლამდე ტყვეთ იყო. მაგრამ 1790 წლებიდან აღარ იხსენიება როსტომის საწავიდა და როგორ წავიდა. ყოველ შემთხვევაში ეს მისი კვალი ქრება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცა პატარა, არც თუ ისე პატარა, მაგრამ ძალიან არასასურველი ფაქტი იყო, როსტომმა ააგო თავისი ბრძანებით ველტყებში და იერუსალიმში დედათა მონასტერი თავისი ხარჯებით. ეს იყო ძალიან დიდ რემეს ნიშნავდა. აი აქვე უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში, როდესაც უკვე ეს 200 წლის წინანდელი ამბავია, წესში აი ჩემს სოფელში იბეჭდებოდა სტამბა. იყო და იბეჭდებოდა წიგნები. ცნობილი სტამბე ზუბაშვილები, რაზმაძეები, მაგრამ ხშირად იყო სახელის გვარად გადაკეთება ზუბოვები და ამაზე ძალიან გაუგებრობა არის, მაგრამ წარმოშობით ქართველი რაჭველი, რომელიც აქ შემოდა და ეს იყო მეფე ერეკლეს დროინდელი პერიოდი, როცა მან მოიწვია ჩრდილოეთ კავკასიად და იმ დროისათვის გამოგონებულია სტამბა უკვე 1455 წელი გერმანიაში გუტენბერგებმა ძმებმა შექმნეს სტამბა და ნუ აი ამ დაშლილი შრიფტის შექმნას იყო მართლა საოცრება. მრავალი ტექსტის დაბეჭდა შეიძლება დიდი რაოდენობით. და ერთ-ერთი პირველი პიონერები, ესე რომ ვთქვათ, იყვნენ საქართველოსში და 1709 წელს დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი და 1712 წელს უბრალოდ 1709 წელს რომში გამოვიდა და 12 წელს დაიბეჭდა საქართველოში. 1808 წელს უკვე აი აქ დაიბეჭდა ჩვენ სოფელში და დაიბეჭდა აი ამ კაცის თაოსნობით 1808 წელს. ეს საამაყო არის. ძალიან საამაყოა. მე მაგალითად რომ შემეძლოს ამ სოფელში გამოსჭერჩენ ადგილზე აი ამ სტამბის მაკეტს დავდგავდით, ეს მართლაც იქნებოდა სავიზიტო ვარიანტი უცხოელთათვის, რომ შეხედავდნენ ევროპასთან. არც თუ ისე პატარა არის 200 წელზე მეტია რაც ესე ხდებოდა. და სხვადასხვა ერთ-ერთი წიგნის ბეჭდის დროს გარდაიცვალა ეს აღესრულა დიდი კულტურული მოღვაწე და ასეთი საქმესკეთებელი იყო. ანუ როსტომი ხელს უწყობდა ერთგვარად, ნუ წარმოვიდგინეთ ახლა როგორც მარტო სისხლის, მაგრამ ეს მას უნდა თავისი საფეოდალო საერთო ქონოდა ძლიერი და შეურყეველი. სხვადასხვა სოლომონი ერიდებოდა ბრძოლას, იმიტომ რომ აქ ხიდიკის კლდეები ჩაკეტილი და თანაც ჩრდილოეთ კავკასიაში ყიზილ იყო ყაენი, მასი ჩერქეზეთის ბრძანებელი, რომელიც მეგობრობდა
აი როსტომთან და ნუღა გავართულოთ სიტუაციას რამდენადო შევჩერდათ ჯერჯერობით მე მოხდა ესე რომ მაინც უტყვებით წაიყვანა სოლომონმა და გითხარით მისი ბედის როგორც დამთავრდა. ეხლა წავიდეთ და ვნახოთ როსტომი სადაც განისვენებს ისაღები ალბათ ადგილი. ეს არის სამუდამო განსასვენებელი როსტომ რაჭის ერისთავისა ლოცა ამასა ქვეშე განისვენებს ერისთავი რაჭისა სხვათა იუფროსტომი ანუ წარჩინებული და სხვათა შორის როდესაც აკაკი წერეთელი ბრძანდებოდა ეს ცნობილი მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს რა თქმა უნდა მობრძანდა და საოცარი შეხვედრა და დახვედრა მოუწოს რაჭველებმა ფერხული ჩააბეს და აკაკის უცაუღებდნენ ამათ გადაუღეო აი საფრო დარჩება ისტორიას ხოლმე მობრძანებულ აქ და უთქვამს რომ როსტომსო თავისი ზვიადობა საფლავშიაც ჩაუტანიო დროსეთი ნუ გამორჩეულად ისა აქ განისვენებს სხვათა შორის ბარაკონის ეკლესია არ იყო ეს სამლოცველოდ მხოლოდ ეს იყო კარის ეკლესია თითლებოდა ეს მერე მოხდება რომ განობაში და აქ სამფლობელო იყო ეხლა რაც შეეხება ბარაკონის თვითონ ტოპონიმიკას ზოგი ამბობს რომ ეს იყო ბართაკონა ანუ ესეთი ხეობაში ჩამსდარი და თავისი ლამაზით და ესეთი რაღაც აი იყო ესეთი ვერსია არის რომ აქ მოიპოვებდნენ ბარიტისას და ამიტომ ამის სახელდება მოხდა მაგრამ გასათვალისწინებელია კიდევ ესეთი ის ტოპონიმიკას საკავშირში რომ ბარაკონეს არის ლათინური სიტყვა იტალიური და რას ნიშნავს შესაკრებელ ადგილს და არ არის გამორიცხული რომ აქ უფრო ადგილი წესი და კანონი აქ გამოდიოდა და საერისთავო ცენტრი იყო ხო აქ მიიღოთ და ჯაბაასის შემდგომ რაღაც განსაკუთრებული დადგენილება კანონები და ნუ ახლა ესეც არ არის მაგრამ ეს დოგმაროს ესე არის ფუნდამენტად ხდება მოსაზრება არსებობს და არც თუ ისე საფუძვლო არის ესეთი და დაგვიტოვა ესეთი შვენიერი ტაძარი სადაც დღეს მამა დავითი გაგეშიძე წინამძღოლი ჯანი ტაძრისა წირავს და თანათან ხალხი ემატება ასე რომ ვთქვათ და ვერთმა გაგვაძლიეროს რწმენაში და შეგვეციოს დედაღვთისმშობელი ყველაკეთილი სალოცავი ძალა სრულიად საქართველოს და ეხლა რაც შეეხება კიდევ აი ამ ტაძარს და მის შემოგარენს ბევრი სტუმრობა ახსოვს აკაკიძე მოგახსენეთ სხვათა შორის აქვე მუხლი არის ჩვენი საკრებულოში შემოვალი სოფელი სადაც ცხოვრობდა იოანე იობი ისაკაძე რომელმაც თავად აკაკი მოიწვია რაჭაში ერთ-ერთი ინიციატორი იყო რაჭაში მისი მომბრძანებისა და იცნობდა კარგად საოცარი მეუღლე ყოფილა და რაჭველები მოგეხსენებათ ახლა ხაბაზები იყო და ჩვენი საფირმო როიტვიან პროფესია და იობა ისაკაძე სხვათა შორის აჩუქა ოქროს კალამი აკაკის აკაკი ძალიან მიღებული იყო როგორც საოცარი იუმორის და დიდი გენიოსი საქართველოს ბულბული და ერთ-ერთი ინიციატორი აი ამ მოგზაურობისა გახდათ იობა ისაკაძე მაგრამ ის ტრაგიკულად დაიღუპა შენობაში ეთყობა ლამპა გადაუბრუნდა და დამწვარა და ნუ ესე დაასრულა თავისფერი და აკაკი წერეთელი ძალიან მეტ გამოეხმაურა რომ ერთხელ თურმე მიუტანია აკაკისთვის გაზეთში რაღაცა ქაღალდში შეხული მომაწოდაო მე მსგავსი გემოსი არაფერი მიმიყიაო თურმე თავის გამოცხარი შოთები მიერთვა აკაკის ეს მოკლეთი ისტორიისათვის სხვათა შორის აქ ურჯე ბრძანდებოდა ჩვენი უმძარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და საზოგადოებას დახვდა და ნუ დაგლოცა და შევხვდით. დალოცული ვიყოთ მოკლედ. მადლობა სპორტის ესეც საინტერესო საუბრისთვის.